მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 10 საათზე მე ანუკა კინკლაძე ვარ. უზბეკეთში ვიზიტი დასრულებულია. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციამ ტაშკენტი დატოვა. მთავრობის მეთაური საერთაშორისო აეროპორტში მისმა კოლეგამ გააცილა. ბოლოს შეხვედრა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის პრეზიდენტთან გამართა. კობახიძემ და შავკატ მირზოევმა ორი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი შეხვდა ასევე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და საკანონმდებლო ორგანოს პირველ პირებს. შედგა საქართველოს-უზბეკეთის მთავრობათა შორისი კომისიის ხდომა. შეხვედრებისას განისაზღვრა ბევრი პრიორიტეტული მიმართულება, თუ როგორ უნდა განვითარდეს ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალზე, რომელიც არსებულზე მეტად უნდა იქნას ათვისებული. კომისიაზე მოხდა ძალიან ბევრი ასე თქვა დივერსიფიცირებული საკითხების განხილვა, რომელიც როგორც სავაჭრო, ასევე ეკონომიკური მიმართულებით მნიშვნელოვან პერსპექტივებს წარმოაჩენს და ის მზარდი ტენდენცია, რაც მიმდინარე მომენტისთვის ვაჭრობის ბრუნვის ზრდის მიმართულებით სახეზი არის, მოსალოდნელი არის, რომ კიდევ უფრო ინტენსიური იქნება აღნიშნული თანამშრომლობა. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციას და საექსპორტო მიმართულება უზბეკეთში განსაკუთრებულად აღსანიშნავია. ეს შესაძლებლობები ასათვისებელია, მოგეხსენებათ, რომ წლიდან წლამდე ექსპორტი იზრდება, თუმცა შესაძლებლობები დიდია, რომელსაც აუცილებლად გამოყენება ჭირდება. შესაბამისად, ეს ოლმხრივი შეთანხმება, მემორანდუმი ითვალისწინებს კიდევ უფრო დამატებით და უფრო აქტიურ თანამშრომლობას. ეს ყველაფერი თავისთავად ცხადია, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ხელშეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებას კიდევ უფრო მეტად და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პოტენციალის უფრო მეტად ათვისებას. უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პატივი მქონდა შევხვდოდი უზბეკეთის სპორტის მინისტრს ბატონ ითხამ იკრამოვს, რომელთაც შევთანხმდით ორ ქვეყანას შორის სპორტის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. ამავე დროს პატივი მქონდა გავცნობოდი ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობას, დამეთვალებინა მათი სპორტული ინფრასტრუქტურა და ასევე აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით აპრილის თვეში ბათუმში ჩატარდება კურაში ევროპის ჩემპიონატი, რომელიც გამორჩეული უზბეკური სპორტის სახეობაა და ეს ევროპის ჩემპიონატი სრულად საქართველოს მხარდაჭერით, საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით ჩატარდება ქალაქ ბათუმში. ამ დრომდე გრძელდება სამაშველო ოპერაცია კრივოი როგში, სადაც ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში სასტუმროზე მიიტანეს. მაშველები ნანგრევებში მოყოლელებს ეძებენ. ოკუპანტების მიერ გაშვებული რაკეტა სასტუმროს ღამით მოხვდა. მთლიანად განადგურებულია რამდენიმე სართული. დაღუპულია სულ მცირე 2 ადამიანი, დაშავდა 30-მდე, მათ შორის არის მცირეწლოვანი ბავშვი. მათი უმეტესი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. დნეპროპეტროვსკის გარდა თავდასხმის ამიზნე იყო ღამით სუმის ოლქიც. რუსული დრონის აფეთქების შედეგად არის მსხვერპლი. ადგილობრივი მედიის ცნობით შეტევა ერთ-ერთ სასაწყობე ობიექტზე მოხდა, გაჩნდა ხანძარი. ვოლდიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის ჯგუფებმა მომდევნო შეხვედრის ორგანიზებისთვის მუშაობა დაიწყეს. მისივე ინფორმაციით, საკითხზე მოლაპარაკებები უკვე გამართეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა. ვემზადებით ევროკავშირის სამიტისთვის, რომელიც ბრიუსელში გაიმართება. ყველა ხედავს, რა სისწრაფით ვითარდება მოვლენები დიპლომატიის სფეროში. დღეს უკრაინის და ამერიკის გუნდებმა მომავალი შეხვედრის ორგანიზებისთვის მუშაობა დაიწყეს. ანდრეი ერმაკმა და მაიკ უოლცმა მოლაპარაკებები გამართეს და ჩვენ წინსვლას ვხედავთ. იმედი გვაქვს, რომ პირველ შედეგებს მომავალ კვირაში დავინახავთ. ამასთან ერთად ჩვენს ევროპულ გზაზე პროგრესი უნდა განვაახლოთ, განსაკუთრებით ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით. ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გვაქვს. მადლობა ყველას, ვინც უკრაინისთვის მუშაობს და მათ, ვინც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იბრძვის. საფრანგეთი საკუთარი ბირთვული იარაღით ევროპელი მოკავშირეების დაცვის შესაძლებლობას განიხილავს. განცხადება ემანუელ მაკრონმა საკუთარი საგანგებო მიმართვის დროს გააკეთა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის წარმოებულმა ომმა გლობალური კონფლიქტი მოიტანა და ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება. რუსეთი ომისთვის ირანულ და ჩრდილოეთ კორეულ სამხედრო ტექნიკას იყენებს და ზრდის სამხედრო შესაძლებლობების პოტენციალს, ამბობს მაკრონი. ამასთან ერთად საფრანგეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა,
რომ ამერიკის შეერთებული შტატები ევროპის მოკავშირედ დარჩება, თუმცა მისი თქმით, ევროპა საპირისპიროსთვის მზად უნდა იყოს. ევროპის მომავალი არ უნდა გადაწყდეს ვაშინგტონში ან მოსკოვში, აცხადებს მაკრონი. Dès la semaine prochaine, nous réunirons უკვე მომავალ კვირას ჩვენ პარიზში სამხედრო მეთაურებთან შევიკრიბებით. მათთან ვინც მზადაა საკითხზე პასუხისმგებლობა აიღოს. ეს არის გეგმა მყარი, ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობისთვის, რომელიც ჩვენ უკრაინელებთან და რამდენიმე ევროპელ პარტნიორთან ერთად შევიმუშავეთ. მე ეს გეგმა 2 კვირის წინ წარვადგინე შეერთებულ შტატებში და მთელს ევროპაში. მსურს მჯეროდეს, რომ შეერთებული შტატები ჩვენს გვერდით დარჩება. თუმცა ჩვენ იმისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, თუ ეს ასე არ იქნება. 1964 წლიდან მოყოლებული ჩვენ ბირთვული შეკავება გვიცავს, ის სრულიად სუვერენული და მთლიანად ფრანგულია. თუმცა მომავალი გერმანიის კანცლერის ისტორიულ მოწოდებაზე პასუხად მე გადავწყვიტე გამეხსნა სტრატეგიული დისკუსია ჩვენი შეკავების მეშვეობით ევროპის კონტინენტზე მყოფი მოკავშირეების დაცვის შესახებ. რაც არ უნდა მოხდეს, გადაწყვეტილება ყოველთვის იყო და რჩება საფრანგეთის პრეზიდენტის ხელში. პირველივე დღიდან ჩვენ გადავწყვიტეთ მხარი დაგვეჭირა უკრაინისთვის და სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის და ეს სწორი იყო. პოზიტიურ წინ გადადგმულ დამბიჯად მიიჩნევს თეთრი სახლი ვოლდიმერ ზელენსკის გუშინდელ განცხადებას. საუბარია უკრაინის პრეზიდენტის იმ გამოსვლაზე, სადაც ზელენსკი ამბობს, რომ ის და მისი გუნდი მზად არიან იშშაონ დონალდ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით მუდმივი მშვიდობის მისაღწევად. კაროლინ ლივიტი ამბობს, რომ ახლა იშვიათი მინერალების შეთანხმების ხელმოწერის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. განიხილავენ უკრაინის დაფინანსებას, ეს პაუზა განხილვისთვისაა. ახლა იშვიათი წიაღისეული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ზუსტად ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს პროცესი მიმდინარეობს. თუმცა ჯერ არ არის დადგენილი, როდის გახდება შესაძლებელი შეთანხმების ხელმოწერა. უკრაინისთვის დახმარება შეჩერებულია ან გადახედვის პროცესშია. რაც შეეხება სადაზვერვო საკითხებს, მე ამ საკითხზე ეროვნული უშიშროების საბჭოსთან გადაგამისამართებთ. სატელეფონო საუბარი შედგა ამერიკის პრეზიდენტსა და კანადის პრემიერ-მინისტრს შორის. ინფორმაცია ამის შესახებ ტრამპმა Truth Social-ის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. ტრამპი წერს, რომ მას ტრუდომ დაურეკა და მხარეებმა ერთმანეთისთვის დაწესებულ ტარიფებზე საკმაოდ მეგობრულად ისაუბრეს. ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ტრუდოსთან საუბარი შეეხებოდა კანადასთან საზღვარზე ფენტალინის შემოტანის კუთხით გაუმჯობესებულ ვითარებასაც, თუმცა ამბობს, რომ ეს საკმარისი არ არის. ტრამპი ამტკიცებს, რომ აღნიშნული პრობლემები ტრუდოს სუსტმა სასაზღვრო პოლიტიკამ გამოიწვია და ის კანადის გუბერნატორად კიდევ ერთხელ მოიხსენია. შეგახსენებთ, სატელეფონო საუბრამდე რამდენიმე საათით ადრე ტრუდომ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ კანადა შეერთებული შტატების წინააღმდეგ საპასუხო ტარიფებს შემოიღებს. ამის საპასუხოდ კი ტრამპმა კანადის პრემიერ-მინისტრს გუბერნატორი უწოდა და თქვა, რომ საპასუხო ტარიფები შეერთებული შტატების წინააღმდეგ ამერიკის ტარიფების იმავე რაოდენობით გაზრდას გამოიწვევს. 7 თვე თვითმმართველობის არჩევნებამდე აპირებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები მასში მონაწილეობას. ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილს გადაწყვეტილება მიღებული აქვს. არსებული ცესკოსა და ხელისუფლების პირობებში არჩევნებში მონაწილეობაზე გადაჭრით უარს აცხადებს ნაციონალური მოძრაობა. გირჩი კი ამბობს, რომ 4 ოქტომბრის კენჭისყრისას მათ საკუთარი კანდიდატები აუცილებლად ეყოლებათ. თვითმმართველობის არჩევნებზე უფრო მეტად ამ ეტაპზე პრიორიტეტულად სხვა საკითხებს ასახელებენ ლელოში. გადაწყვეტილების მიღებამდე მოვლენათა განვითარებას ელიან სხვა პარტიები. ჩვენ თვითმმართველობის არჩევნების საკითხებზე არ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მთავარი ორი საკითხის გადაჭრა, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩატარება. რაც შეეხება მზაობას, ჩვენ ვემზადებით ხელახალი არჩევნებისთვის. ეს ნიშნავს პარტიული სტრუქტურების მზაობას, ეს ნიშნავს ზოგადად საქართველოს მასშტაბით ჩვენ მზადყოფნას. მიუხედავად რომ რთული არჩევნებია, იმიტომ რომ 63 არჩევნებია ფაქტობრივად შესაძლებელი ერთდროულად სხვა რეგიონში. ჩვენ წინასწარ ვემზადებით, მათ შორის ადამიანური რესურსების კუთხით, შეხვედრებიც კი ჰქონდა უკვე რუსთავში იმის თავებაზე, რომ თქვათ კანდიდატები უპოვოთ შესაფერისი თითოეულ საკრებულოსთვის. ზოგადად პარტია იმიტომ არსებობს, რომ არჩევნებში იღებს მონაწილეობას. თუ არჩევნებში აღარ იღებს მონაწილეობას, ესე იგი სხვა პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებზე გადადიხარ. და ჩვენ ჯერ არ მიგვიღება გაწყვეტილება, რომ რევოლუციის მზადება დაგვეწყო, ამიტომ მიუხედავად იმ სიტუაციის, რაც შეიძლება ქვეყანაში არის, ჩვენ ბუნებრივია გეგმათ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ. ამავე თემაზე საუბრობს მართველი გუნდი. ქართულ ოცნებაში თვლიან, რომ პოლიტიკურ ველზე არსებულ ვითარებაში გასარკვევად არჩევნებში მონაწილეობა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. უმრავლესობის მოსაზრებით ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ოპოზიციის ნაწილი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, სწორედ მათი დაბალი რეიტინგია.
მომავალი თვითმმართველობის არჩევნები, რა თქმა უნდა, იქნება ყველაზე კარგი და რეალური შემფასებელი ქვეყანაში მოსახლეობის განწყობისა და პოლიტიკურ ძალთა, ასე ვთქვათ, რეალური წონის ამწონავი. არ მიიღებენ მონაწილეობას, როგორც ითქვიან, წმინდა ადგილი თავისუფალი დიდხანს არ დარჩება და გამოჩნდებიან ან სხვა, ან შეიქმნებიან ახალი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში შემოვლენ იმ პატივისცემის, რა პატივისცემაც დამოუკიდებელი საქართველო იმსახურებს. თუ ისინი აპირებენ, რომ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვან, იგივე შეცდომა, რაც გაიმეორეს საპარლამენტო არჩევნებზე, ეს მათი ნება, მაგრამ თუ ვინმეს აქვს იმისი სურვილი, რომ ამ ქართულ რეალობაში, ქართულ პოლიტიკაში რამეს წარმოადგენს, ადგილობრივი არჩევნები არის საუკეთესო გამოსავალი, საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ეს დაამტკიცონ და დაანახონ მოსახლეობას, მაგრამ კიდევ ერთხელ თუ მათ სურთ, რომ თვით დესტრუქციის რეჟიმში გააგრძელონ მოქმედება და კვლავაც დაუშვან შეცდომები, ეს მათი გადასაწყვეტია. ანდრო ჭეჭინაძე, ონისე ცხადაძე და მათთან ერთად აქციაზე დაკავებული კიდევ 9 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ გუშინდელ სხდომაზე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელა და პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროცესზე სიტყვით უფლებით ისარგებლა დაკავებულთა ნაწილმა. მანამდე კი ადვოკატებმა მოსამართლისა და პროკურორების აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რაც არ დაკმაყოფილდა. ანდრო ჭეჭინაძეს, ონისე ცხადაძესა და კიდევ 9 ბრალდებულს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სასამართლომ განმარტა, რომ აღარ არსებობდა იმოცემულობით მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე, რომელიც საფუძვლად დაედებოდა პატიმრობას. თუმცა სასამართლომ აღნიშნა, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე ისევ არსებობდა ამ საქმეზე, რასაც თავიდან ბოლომდე ვერ ვეთანხმებით, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერც ერთი დამაჯერებელი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. ბრალდების მხარემ ვერც ერთ შეკითხვას ვერ გასაპასუხე. ჩვენთვის გაუგებარია, რატო იქცევა სასამართლო იმ მოცემულობით, როდესაც მართლა არსებობს დაცვის მხარის დასაბუთებული შუამდგომლობა და არ აკმაყოფილებს მუდმივად არაერთ დასაბუთებულ შუამდგომლობებს. სასამართლო მოცემულ შემთხვევაში გაეზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომელიც ეფუძნებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მიუთითა, რომ არსებობდა მოცემულ შემთხვევაში ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ბრალდებულებს ბრალი ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისათვის. მათი ერთობლივი ქმედების შედეგად გამოწვეული იქნა სხვადასხვა ზიანი, როგორც ფიზიკური, ასევე ქონებრივი, არაერთ პირს მიადგა ფიზიკური ზიანი, კერძოდ პოლიციის თანამშრომლებს, ასევე დაზიანდა არაერთი უწყების კუთვნილი ქონება და შესაბამისად ბრალდების მხარე მათი ქმედება დააკვალიფიცირა როგორც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. კულტურის მინისტრმა ღამის კურიერის პირდაპირ ეთერში ხელოვნების სფეროს იმ გაფიცულ წარმომადგენლებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლებიც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას აპროტესტებენ. თინათინ რუხაძის თქმით, აღნიშნული პირები იურიდიულად გაფიცულები არ არიან და სახელმწიფოსგან ხელფასს ჩვეულებრივად იღებენ. მინისტრი ამბობს, რომ ამ ფაქტზე რეაგირება აუცილებლად იქნება. მე დე იურე გაფიცული არა ყავს დარქი. იურიდიულად გაფიცული არავინ არ არის. ფურცლით უნდა იყოს გაფიცვა, იმიტომ რომ გაფიცვასაც ისევე როგორც ყველაფერს სხვას აქვს თავის წესი. ისინი არიან კომუნიკაციაში. თქვენთან. არა მარტო. ფურცელზე ჩვეულებრივად საქმიანობა მიმდინარეობს, მათ რო გითხოთ და თუ გაფიცულები არიან, მაშინ ეს არის სახელმწიფო ქონება, ეს არის სახელმწიფო ხელფასი, სახელმწიფოს ხელფასი არ შეუწყვეტია წამი-წამში, წუთი-წუთში, ყველაფერი აწყობილი აქვს ამ სახელმწიფოს და მაშინ არსებობს სხვა ადამიანებიც, რომლებიც აბსოლუტურად ლეგიტიმურ კითხვებს სვავენ, რომ 5 თვე, 4 თვე შენ რომ სპექტაკლს არ გამართავ, ან კონცერტს არ გამართავ და არის ესეთი ერთეულები, ოღონდ ეს არის 1, 2 და არა 3 შეიძლება, არა უმეტეს, შენ საკუთარ ინტერესებს აყოლებ ორგანიზაციებს და ამაზე რეაგირებები უთუოდ იქნება. ვიყავით კომუნიკაციაში მაქსიმალურად ჩართულები, რომ რა იყო, როგორ იყო, გაგვერკვია და სადაც შესაძლებლობა იყო მაქსიმალურად კანონის დაცვით, ჩვენ ვერც ერთ სხვა უწყებაზე ზეგავლენას ვერ ვიქონიებთ, ჩვენი დარგი და სფერო გვაბარია, თუმცა ადამიანურად ყველას მხარში ვედექით, როგორც შეგვეძლო. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ეროვნულ და აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკებს შორის. შეთანხმებას ბაქოში ბანკების პრეზიდენტებმა მოაწერეს ხელი. შეთანხმება ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. მოხდება მხარებს შორის გამოცდილების გაზიარების, ხელშეწყობისა და ინფორმაციის გაცვლა.
მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის ძლიერდება ეკონომიკური ურთიერთობები, ძლიერდება ვაჭრობა და საბანკო სექტორი, საფინანსო სექტორი უნდა გაყვეს ამ ტენდენციებს. ჩვენ შევჩახვდით, რომ გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა სხვადასხვა აქტუალური მიმართულებით, მათ შორის საგადახდო სისტემების ინტეროპერაბილობით და დაახლოების მიმართულებით, რაც მოგცემს საშუალებას ჩვენ საბანკო სისტემას, რომ უფრო სწრაფად და უფრო ხარისხიანად უზრუნველყოს ვაჭრობის ნაკადები და ორ ქვეყანას შორის და ორ ბიზნეს საზოგადოებას შორის ურთიერთობები. რუსთაველ მოქანდაკეთა ხუთი თაობის ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა გაიხსნა ელთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეაში. ექსპოზიციაზე სახელწოდებით თაობათა ეკო 15-მდე სკულპტურის ნამუშევარია წარმოდგენილი. ქანდაკებების ჯგუფური გამოფენა უკვე მეოთხე ექსპოზიცია, რომელსაც რუსთავის ახალი გალერეა მასპინძლობს. რუსთავის ახალ საგამოფენო სივრცეში არის მეოთხე ექსპოზიცია. დღეს მასშტაბური მოქანდაკეთა გამოფენა გავხსენით. ხუთ თაობას აერთიანებს. მნიშვნელოვანია ის, რომ უხუცესი მოქანდაკე არის 94 წლის, ყავს ახალგაზრდა მოქანდაკეები და ერთი თვის განმავლობაში რუსთაველებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ უნიკალური ნამუშევრებით დადგმდნენ. მონაწილეები არიან ხუთი თაობის და აბსოლუტურად ყველა სხვადასხვა მიმართულების მოქანდაკეები არიან, სხვადასხვა მასალაში მუშაობენ და თავისი ფილოსოფიით, თავის შეხედულებით ქანდაკების მიმართ ძალიან ამდიდრებენ თავიანთ ფორმას. შეტაკებები იყო ათენში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. სინტაგმას მოედანზე პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით ადამიანი მთავრობისგან 2 წლის წინ სარკინიგზო კატასტროფის შედეგებზე პასუხისმგებელი პირების დასჯასა და სამართლიანობის აღდგენას ითხოვდა. შეტაკებამდე დემონსტრანტებმა ტრაგედიის დროს დაღუპულების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და ცაში მანათობელი ფარნები გაუშვეს. სარკინიგზო ავარიას 2023 წლის 28 თებერვალს სტენდას მუნიციპალიტეტში 57 ადამიანი ემსხვერპლა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება, თუმცა ამ დრომდე არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. დღის მასშტაბური ხანძრებია მექსიკაში. ცეცხლი 200-ზე მეტ სხვადასხვა ადგილას გაჩნდა. დაკავებულია ცეცხლის მიზანმიმართულად გაჩენაში ეჭვმიტანილი 10 პირი. ქვეყნის სახანძრო სამაშველო სამსახურის მონაცემებით ხანძრის გავრცელებაც ძლიერმა ქარმად შეუწყო ხელი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. დღეს ამბების ნახვა ვრცლად ჩვენს ვებგვერდზე rustavi2.g შეგიძლიათ. კურიერი პირდაპირ ეთერში მუშაობას 12 საათზე განაგრძობს. მე კი ამით გემშვიდობებით ნახვამდის.